ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის უდიდესი უმრავლესობა არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მომხრე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ამიტომაც ასევე ძალიან კარგად იციან, რომ პრორუსული ხელისუფლება ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის ინტერესის ობიექტი და რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის მუდმივი ინტერესი იქნება ევროპულ ოჯახში ყოფნა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში კონკრეტული ჩინოვნიკების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ამერიკის შეერთებული შტატები იმიტომაც არის მოწინავე ქვეყანა და იმიტომაც არის დემოკრატიული ქვეყანა, რომ არსებობს თავისუფალი ინსტიტუციები, არსებობს თავისუფალი სასამართლო, არსებობს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და დაცული არის ეს უფლება. ამიტომაც პარალელების გავლება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის აბსოლუტურად არარელევანტური და აცდენილი დროსა და სივრცეში. Все?